დადისათა და სულისა წმინისათა. ამინ. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. დღეს არის წმინვალი შვიდეულის შაბათი. ხვალ უკვე არის აღდგომის განახლება, კვირა ცხოველო. აი დღევანდელ სახარებაში ჩვენ მოვისმინეთ, ესე იგი, როდესაც წმინდა იოანე ნათლისმცემელს ეუბნებიან ქრისტეს შესახებ, ის ამბობს, რომ ვერ ხელეწიფების კაცსა მოგებად თავი თვისით არცა ერთი რა უკეთო არ არის მოცემული მისა ზეცით. ანუ ადამიანი ვერაფერს ვერ იზავსო თავისით, თუ ზეციდან არ აქვს მას მიცემული. ეს საკითხი მანამდე რომ დაჭრათ, რომ მე დავუნაწილოთ. და ესე იგი, აი ჩვენ ყოველთვის უნდა ვცდილობდეთ, რომ გვახსოვდეს თუ რამე კეთდება ადამიანის ხელით, ღვთის გარეშე ვერ გაკეთდება. თუ რამე სასიკეთო კეთდება. და როდესაც ადამიანი ამას ფიქრობს, ის არის დაცული. აი თავად მაცხოვარიც ამბობს, რომ თვინიერ ჩემსა არარაი ძალკიც ყოფად არცა ერთია. ჩემს გარეშე არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათო და შედარება მოყავს. აი ახლა იქ ძირითადად ესეთ ხალხთან ქონდა შეხება, რომ ვისაც ბუნებასთან ქონდა შეხება. მეასე სართულზე ცხოვრებ ადამიანისთვის რომ ეგეთქვა შეიძლება ვერ გაეგო, მაგრამ სოფელში მცხოვრებ ხალხს უთხრა, რომ როგორცო ნასკლევსო, ვაზის ნასკლევს თავისით არ შეუძლია რომ ნაყოფი გამოიყოსო, ისევე თქვენც ვერ გააკეთებთ ვერაფერს. ახლა მაგალითად ვაზის ნასკლევმა რო თქვას, რომ აი მე ვარ მაგარი, მე ვისხავ მტევნებს, მაგრამ როგორ მოისხავს თუ ის ვენახზე არ არის? ის თავისით გამოშრება უცბად. თავისით ვერაფერს ვერ გააკეთებს. ადამიანიც ეგრე. ღვთის მადლის გარეშე ვერაფერს ვერ გააკეთებს. აი ეს ყვავილები ცოტა ხანში დაჭკნება. რომ ყოფილიყო თავის ძირზე კვლავ ის არ დაჭკნებოდა, უფრო დიდი ხანი გაძლევდა. ადამიანიც ეგრე. რაც უფრო დიდი ხანი შეინარჩუნებს ადამიანის სიმდაბლეს და ხსოვნას იმისა, რომ ღმერთი აძლევს მას ყოველგვარი სიკეთის ძალას, მით უფრო დიდხანს გაგრძელდება ამ ადამიანში ეს სიკეთე. მით უფრო დიდხანს, ესე იგი, შეძლებს იმ რაღაცის კეთებას, რასაც ესა თუ ის ადამიანი აკეთებს. და თუ ღმერთი დაინახავს, რომ რაღაცით გაამაყდა ადამიანი, შეიძლება იმის შესაძლებლობა წაერთოს. არა იმიტომ, რომ დაუშვათ ეს საქმე არ ვარგა, არამედ იმიტომ, რომ ეს ადამიანი უფრო მეტად ზიანდება. აი მაგალითისთვის ვიტყვი. დაუშვათ მშობელს უნდა რომ შვილს რაღაცა უყიდოს, რაღაცით გაახაროს, აი რაღაცა ველოსიპედი უყიდოს. აი ერთი ჩვენი სტიქაროსანი ახლა სახელს და გვარს არ დავასახელე, აქ არის. მშობლებმა გაახარეს, უყიდეს ელექტრო რაღაც რო სკუტერი თუ რა. ყველა ფეხი მოიტეხა. მაგრამ ხანი წაიქცა ხანი. მშობელს ხო უნდა რომ შვილი გაახაროს, მაგრამ ადგა მშობელი და გაყიდა. რატო? იმიტომ რომ ამითი შვილი არ დააზიანოს. აი მიდგომა ხო სწორია რომ გინდა გაახარო, მაგრამ თუ ატყობ რომ იმითი ზიანდება. მაშინ ესე იგი ჯობია რომ არ დაზიანდეს. მომართალედ. ღმერთიც ესე ადამიანს აძლევს რაღაცას. თუ სწორად გამოიყენებს, მაშინ კიდე უფრო მეც მისცემს. და თუ ვერ გამოიყენებს, მაშინ ჯობია არ კონდეს. აი რაღაცის ნიჭი, რაღაცის უნარი, რაღაცის დრო, შესაძლებლობა თუ მატერიალური სახსარი, თუ ამითი ზიანდება ადამიანი და აზიანდება, რა შემთხვევაში დაზიანდება. როდესაც ჩათვლის, რომ ეს არის მისი, ამითი იამაყებს, ამითი თავს მოიწონებს, სხვას თავს გადაამეტებს, რომ აი მე ამას ვაკეთებ, სხვა ვერ აკეთებს, მე უფრო ესეთი კარგი ვარ. შეიძლება ამას არ ამბობდეს, მით უმეტეს თუ იცის, რომ ეს
სიამაყეა, მაგრამ გულში შეიძლება ფიქრობდეს. თავის კი არ არის ამბობს თუ არ ამბობს. შეიძლება ჩვენ გარეგნულად ვამბობდეთ, რომ რაღაცა დიდ არაფერს არ წარმოადგენთ, მაგრამ გულის სიღრმეში ეს გჯეროდეს, რომ ჩვენა ვართ, რაცა ვართ, ესე იგი. ხო და უფალი ამბობს, რომ თუ სხვისაში ერთ გული არ იყავიო, შენსას ვინ მოგცემს? ანუ თუ ღვთისგან მოცემულში, ღვთისგან მომადლებულში შენ ერთ გული არ ახარ და შენად ჩათვალე და ახლა ამითი ამაყობ, მაშინ შენ საკუთარს ვინ მოგცემს და თუ იმ პატარაში არ იყავი ერთ გული, რაღაცა უნარი რომ მოგცა უფალმა და უმალ თავი აგიმაღლდა, მაშინ უფრო დიდს როგორ მოგცემს, კიდე ის უფრო მეტად გაგაამპარტავნებს, გაგაამაყებს და ამით იღუპება ადამიანი. ამიტომაც აი, როდესაც ადამიანი ვერ წარემატება, წინ ვერ მიდის რაღაცა საქმეში, მით უმეტეს საღვთო საქმეში, ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, რომ ესე იგი, სადღაც ჩვენი ამპარტავნება ხო არ არის ჩაბუდებული, სადღაც ხო არ დაგვავიწყდა, რომ თუ რამე სიკეთე იყო, ეს ჩვენი არ იყო, ეს ღმერთის მოცემული იყო. და ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე მამა გაბრიელის სიტყვებს, რომ დაიწყეთ მადლობის გადახდა ღმერთისათვის იმის გამო, რაც გაქვთ და ღმერთი მოგცემთ იმას, რაც არ გაქვთ. ჩვენ თუ მადლობას არ ვეთქვით ღმერთს, რომ ესა თუ ის უნარი მოგცა, არამედ ჩვენად მივიწერთ და ამით ვიამაყებთ, მაშინ ისიც წაგვერთმევ. მაგრამ ჩვენ თუ მადლობას ვეთქვით ღმერთს, რომ მადლო ღმერთო, რომ მე ეს რაღაც შემაძლებინე იმისთვის, რომ ჩემი სულიც გადარჩეთ, სხვამაც ინუგეშოს ამ რაღაცით, მაშინ ღმერთი კიდევ უფრო მეტსაც მოგცა, რაც არ გაქვს, იმასაც მოგცემს, იმიტომ რომ ხედავს, რომ ამით ესე იგი, აი მაგალითად, იგივე რაც წეღან თქვით, აი ველოსიპედი უყიდა დაუშვათ მშობელმა ბავშვს. ხანსად გადაიჭახა, ხო ადგება და მოაცილებს, მაგრამ თუ ხედავს, რომ თვითონაც ხარობს ამ ველოსიპედით, უბნის ბავშვებიც დაქრიან იმით და სხვებისთვისაც ნუგეშია, ის რომ მოუძველდება, მერე ახალს უყიდის, იმიტომ რომ ხედავს, რომ ამ მისმა წვალებამ სიკეთე მოიტანა. სხვებმაც გაიხარეს მის შვილთან ერთად. კიდევ უფრო დამეგობრდნენ, კიდევ უფრო ბევრი ბავშვი ხარობს. და კიდევ უფრო მეც მისცემ მშობელი, განა ამისთვის არ არის, რომ შვილი გაახაროს. მაგრამ თუ ხედავს, რომ ზიანდება, იმასაც ჩამოართმევს. ისევ მისი სიყვარულიდან გამომდინარე. ამიტომ აი ჩვენ ესე იგი ყოველთვის ვეცადოთ 1000-ჯერ და დღეში შეიძლება 10-ჯერ და 100-ჯერ მოგივიდეს ეს აზრი თავში, რომ ჩვენ სხვებზე უკეთესი ვართ, სხვები ვერ აკეთებენ, ჩვენ კარგი ვართ, აი რა მაგარი რაღაც გავაკეთეთ. და რამდენჯერაც მოგვივა ეს აზრი, იმდენჯერ უნდა მადლობა უთხრათ ღმერთს, იმდენჯერ ღმერთი უნდა ვადიდოთ და მოხდება საბოლოო ჯამში რა. ეს ფიქრები ადამიანს უფრო და უფრო ნაკლებად მოვა. იმიტომ რომ ეშმაკი დაინახავს, რომ მე რომ ამ ფიქრებს ვაცდი, ამ პარტავნების ფიქრებს, ეს კაცი კი არ ამაყდება, არამედ ღმერთის დიდებას იწყებს. და მისი ამ ფიქრების შედეგი ის იქნება, რომ ღმერთი იდიდება და მას არ უნდა რომ ღმერთი იდიდებოდეს. ამიტომაც ეს ფიქრები ნელ-ნელა გამეჩხერდება. მაგრამ თუ შეგვატყობს, რომ ჩვენ მიჭკუაზე დავდივართ და ერთხელ დაუჯერეთ ორჯერ, მერე უფრო ძალუმად და უფრო ხშირად იქნება. ამიტომ აი რაც თქვა წმინდა იოანე ნათლისმცემელმა, რომ არავის არ შეუძლია ადამიანს არც ერთს არაფრის გაკეთება, თუ ზეციდან არ აქვს მას მიცემული. ეს ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ესე იგი. და ღმერთის ხსოვნაც ეს არის ერთ-ერთი კეთილი ჩვევა. ესეც ჩვევა არის, ადამიანმა უნდა თავისი თავი მიაჩვიოს იმას, რომ ღმერთი ახსოვდეს. ეს ძალიან კარგი ჩვევა და რაც უფრო პატარა ასაკიდან დაიწყებს ადამიანი, რომ ეს ჩვევები გამოიმუშაოს, მით უფრო მტკიცედ ჩაუჯდება მას სულში და გულში და მით უფრო დაცული იქნება ამ პარტავნებისგანაც. ღმერთმა დალოცვილი და გახარებულები გამყოფოთ. მე შეგახსენებთ, რომ ხვალინდელ დღეს კვირა ცხოვრებას წირვა ყოველთვის არის ხოლმე აღდგომის შენებარე საკათედრო ტაძარში კომბინატის დასახლებაში. საღამოს ლოცვა ჩვეულებისაა აქ იქნება 4 საათზე და წირვა კი იქ იქნება 9 საათზე. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა.